დილამშვიდობისა დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. გამორჩეული ზღვა და დაუვიწყარით წყალქვეშა სამყარო დაივინგისთვის. მშრალი ჰავა, გარანტირებულად კარგი ამინდი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, ეგზოტიკა და მისაღები ფასები. ალბათ ეს პირობებია საჭირო კარგი დასვენებისთვის, მით უმეტეს მათთვის, ვინც ზაფხულის სიცხეს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაურბის. რომელია მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული და პოპულარული კურორტები და როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი, ჩვენი გადაცემის სტუმარია ტურისტული სააგენტოს ინტერკონტინენტალის გენერალური მენეჯერი ნინო მახვილაძე, რომლისგანაც მივიღებთ რჩევებს. დილამშვიდობისა. მადლობა რომ მოგზავნით. მადლობთ. პირველ რიგში დავიწყოთ ზოგადად არჩევანით, რომელიც აქვთ ტურისტებს. რომელია ყველაზე პოპულარული კურორტები საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაზე არის დიდი დატვირთვა უფრო? ძალიან პოპულარული კურორტებია, თურქეთის ხადია ბევრი წელია საქართველოში ძალიან პოპულარულია, აგრეთვე ძალიან პოპულარულია ესპანეთის სანაპირო და ორი წელია ზაფხულის კურორტი ჰურგადა, რაც საკმაოდ პოპულარული გახდა შერშენ ზაფხულში უკვე, თუმცა სიახლე იყო ჩვენი კომპანიის მიერ შემოტანილი საქართველოს ბაზარზე. როგორც ჩვენ გამოვიკვლიეთ, ანუ ეს კურორტი ძალიან რატომაც გახდა პოპულარული, ამას თავისი ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად დასვენების დროს ყველაზე მთავარია ხურგადა ეხლა რასაც ხედავ. კი, ეხლა ზუსტად ხურგადას უყურებ. ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ამინდი. როგორი ამინდია, ის რომ არის გარანტირებულად რაღაცა მაღალი ტემპერატურა. რო არ გაფუჭდეს ამინდი, ხო, რაც თავარია. აი ამ ხრივ როგორია ვთქვათ ეგვიპტის ეს? ნუ პრაქტიკულად წვიმა ეგვიპტეში ცნება არ არის. ალბათ იძე ჩამოსათვლელად ახსოვთ ასეთი შემთხვევა. არიციან რა არის. არიციან ფაქტიურად და არც არიან მზად მართლა ამისთვის არასდროს. რაც შეეხება კლიმატს, შარშან ზაფხულის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 38 გრადუსზე ზემო ტემპერატურა ხურგადაში მთელი ზაფხული არ ყოფილა. კლიმატი ეგვიპტის საერთოდ გამოირჩევა, რომ ძალიან მშრალია, ტენიანობა თუ შევადარებთ თქვა თურქეთს 5-ჯერ ნაკლებია ტენიანობა და შესაბამისად, როცა ტენი დაბალია, ცხადია, რომ სიცხე აღიქმება ნაკლებად. გარდა ამისა არის მუდმივად ნიავი, რაც ძალიან უადვილებს ადამიანს აგრის მიღებას, გარეთ ყოფნა შუადღეს. რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ზუსტად პლაჟს უყურებთ ჩვენ და ზღვას. მაგალითად ხმელთაშუა ზღვა ის ზედმეტად მარილიანია და ეს ბევრს უქმნის თქვა დისკომფორტს იგივე ევროპის ზღვისპირა კურორტებზე ზოგან თქვა რაღაცა არის მიუღებელი. იქ როგორი ზღვა არის? წითელი ზღვა მსოფლიოში გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებული და კარგი ზღვა, თუმცა ხმელთაშუა ზღვასაც აქვს სანაპიროები სარდინიაზე, მალტაზე და ასე შემდეგ ადგილებში, სადაც ის ძალიან კარგია, თუმცა წითელი ზღვა მოიაზრება, რომ მისი ფლორა ძალიან ლამაზია და ირინგისთვის ის ძალიან ლამაზია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი განვითარებული მიმართულებაა დაივინგი ალბათ. ამ ქვეყანაში განსაკუთრებული და მოთხოვნადი ძალიან. ანუ წყალქვეშა სამყარო არის განსაკუთრებულად ძალიან ლამაზი და მდიდარი. ეგვიპტეში წასვლა ალბათ კულტურული დასვენების გარეშე არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ძალიან მდიდარი ისტორიული მე გავერთე ძალიან. ხო, ეს უყურებს კადრებს და იქ არის. თუმცა ხო პლაჟის და იგივე ღამის გართობის გარდა ბევრი ისტორიული ძეგლია, რომელიც რო არ ნახავთ, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ხშირად ადამიანები, რომლებიც მიემგზავრებიან მხოლოდ დასვენების მიზნით, იქ უკვე ადგილზე მათ არ შეუძლიათ, რომ არ მოინახულონ ის მნიშვნელოვანი და ისტორიული უძველესი ადგილები, რომელიც ეგვიპტეში არსებობს. ამ შემთხვევაში ხურგადასთან ახლოს არის ესეთი ლუქსორი 200 კილომეტრშია დაშორებული და ჩვენ გვაქვს ესეთი ტურებიც კი მილოს კრუიზით, ანუ 4 დღის განმავლობაში ნახულობთ ყველაზე ძველ ისტორიულ ადგილებს, ესეთი როგორიც არის ლუქსორი, კომბო და ეს მიმდებარე ტერიტორიები. მაგრამ მაინც უმთავრესია შენთვის რა არის მაგალითად? ალბათ ფასი, ხო? რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი რამდენად არის? ხო, აი ფასების სხვაობა რომ დავადგინოთ. მე ხას გაუსმევდი, რომ თურქეთის ბაზარმა დაკარგა ძალიან ბევრი ტურისტი იმის გამო, რომ ხურგადა გახდა ძალიან კონკურენტუნარიანი ფასებით. აი რას გულისხმობთ? დაახლოებით რა ხელა განსხვავება? თქვა დავიღოთ, მოდით აი 10 დღიანი დასვენება. განსხვავება საგრძნობლად დიდია, თუ კი ვისაუბრეთ ძალიან იგივე პირობების, იგივე სასტუმრო, იგივე პირობები. კი ბატონო, თუ კი ვისაუბრეთ მაღალი კატეგორიის სასტუმროებზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე, დაახლოებით სხვაობა ხურგადასა და თურქეთის კურორტებს შორის არის $1000 სხვაობა, ანუ უფრო დაბალია. კი, ძალიან დიდი სხვაობა. 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში დაახლოებით $500-700 სხვაობა ერთ ადამიანზე, რაც რა თქმა უნდა
თანხად. ხო, ეხლა შეიძლება ვიღაცა მეფიქროს, რომ თქვათ იქ შეიძლება ნაკლებად უფრო დაბალი დონის სასტუმროები ან ინფრასტრუქტურა არ არის ისეთი განვითარებული. რა თქმა უნდა, იგივე პირობებზე all inclusive სისტემაზე არა ძალიან განვითარებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში არის ესეთი ინგლისური ორგანიზაცია Orascom-ი, რომელმაც ფაქტურად შეიძინა ტერიტორიები ხურგადაში, რომელიც ძალიან ანვითარებს ამ ქალაქს და ეს არის ევროპა-აზიის შერწყმა. მე თვითონ გაკვირვებული ვიყავი, როდესაც 3 წლის წინ ჩავედი ხურგადაში. ეს მორგებულია ეთქობა ყველანაირ ადამიანზე, ალბათ ვისაც უყვარს ეგზოტიკა და ვის თქვათ უფრო ევროპელი. რა თქმა უნდა. კი, აზიის ნაწილში ხარ და თუ შენ გინდა რომ გახვიდე ევროპულ ნაწილში გადიხარ უბრალოდ მარინა ბიჩი ქვია ესე ამ ქუჩას, სადაც იახტ კლუბია და მთელი ეს დისკო კლუბები და ბარები განთავსებული და ხარ აბსოლუტურად ევროპაში. ბევრისთვის, აი მაგალითად ჩემი მეუღლისთვის მთავარი არის რომ იფრინოს კარგად და მშვიდად და რაც შეიძლება მალე ჩავიდეს დანიშნულების ადგილამდე. სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ წავა დასასვენებლად, იმიტომ რომ დიდი ხანი ვერ დაფრინავს. თქვენს შემთხვევაში როგორ არის? ჩვენ ვახორციელებთ პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს ხურგადის მიმართულებით, დრო ფრენის თბილისიდან ხურგადამდე არის 2 საათი და 45 წუთი და უკანა გზაზე 2 საათი ნახევარი. თუმცა ჩვენ ასევე ვმუშაობთ ასეთივე წარმატებით თურქეთის მიმართულებით 6 წლის განმავლობაში დაფრინავს ჩვენი ჩარტერები თურქეთის მიმართულებით, მაგრამ მაინც თვლიდით, რომ ალტერნატივად ხურგადა უნდა შემოგვეტანა, ვინაიდან ეს ძალიან საინტერესო ბაზარია, მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო ბაზარია და გვინდოდა ქართულ მომხმარებელს. თუმცა მსოფლიო რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ორი ქვეყნით, ძალიან ბევრი საინტერესო და ეგზოტიკური ადგილია, სადაც შეიძლება წახვიდე და დაისვენო, შეიძლება ცოტა ძვირი და გიჩეს, მაგრამ მაინც. სად არის თქვენი წვდომა, ასე ვთქვათ, თურქეთი, ეგვიპტე? ჩვენი კომპანია 20 წელი არსებობს საქართველოში ტურისტულ ბაზარზე და ცხადია ჩვენ დავიწყეთ უფრო რთული გზის გავლა თავიდან. ყველაზე მარტივი არის ქვეყნები, რომელსაც სავიზო რეჟიმი არ ეხება პრაქტიკულად და საზღვარზე იხსნება ვიზები, როგორც არის თურქეთი და ეგვიპტე. მაგრამ ცხადია ჩვენ ვმუშაობთ ევროპის მიმართულებით სრულიად. ხო, ევროპაშიც მე მგონი ძალიან დიდი გადინებაა ტურისტების. კი, ევროპა მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მას თითქმის სეზონი არ გააჩნია, აგვისტოს პერიოდში. ესპანეთის სანაპიროები ახსენეთ, იქ რომ ადგილებზეა მოთხოვნა. ესპანეთის სანაპიროები იყოფა ორ ნაწილად, კუნძულები, უფრო ძვირად ღირებულებია, კოსტა ბრავა, კოსტა დორადო, კანარის კუნძულები, დიახ და კოსტა ბრავა, კოსტა დორადო უფრო დაბალფასიანი საგზურები არის ამ შემთხვევაში და ისინი მოთხოვნადია, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ყოველთვის არის ის მიმართულება, სადაც პირდაპირ ფრენა ხორციელდება და სამწუხაროდ ესპანეთში, რადგან არ არის პირდაპირ ფრენები. მოთხოვნა არსებობს, ოღონდ ესე იგი, თქვენი მომსახურება მორგებულია მაინც ზარმაც ქართულ დამსვენებლებზე, რომლებსაც უყვართ ეკონომის ხო გაკეთებაც და თან კარგი დასვენებაც. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა კარგი ხო, გისმენთ. მე მინდა და მეთქვა, შეიძლება რომ ჩვენ 1 ივლისის რეისისათვის გვაქვს ესეთი გამოცხადებული აქცია, კიდევ პოპულარიზაციისთვის ხურგადის $599 გვაქვს 12 დღიანი პაკეტები, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, ფაქტიურად ბილეთი საჩუქრად და ბავშვისთვის $56. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა სამსახურში ხარ, სამსახურში. პირველ რიგში მინდა კარგი დასვენება გისურვოთ თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც დაგემშვიდობებით და პაატა გულიაშვილი რას აპირებს ნეტას ადისვენებს ვკითხოთ აბა პაატა. დილამშვიდობისა პაატა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით. უკვე დაგეგმე შენი დასვენება, თუ მაინც უნდა ქუჩაში ხალხი გაამაიმუნო? სანამ ჩვენი სამსახური მოგცემს საშუალებას ვიქნები ქალაქში, მე კი ეს პაკეტი, ბოლო პაკეტი ძალიან დამაინტერესებს.